გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ მერკურიზე და თუ როგორი ინტერპრეტაცია აქვს მერკურის პირად რუკაში. და განვიხილავთ თითოეულ ნიშნავს, რა თქმა უნდა. შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა. გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მერკური პირად რუკაში აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მერკურიზეა საუბარი და მცირე ინფორმაცია იქნება, ასევე ასპექტირება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ სახლშია და რომელ ნიშანშია. ეს ყველაფერი მერკურის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ელფერს აძლევს. ეხლა ზოგადად მერკური რას განაგებს პირად რუკაში. პირველ რიგში მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციის უნარზე. თუ როგორ შეუძლია ადამიანს კომუნიკაცია, შეუძლია თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. შემდეგ იგი განათლებაზე მიუთითებს, მეხსიერებაზე, განათლებაზე, მიდრეკილებაზე სწავლის მიმართ, ეს ყველაფერი მერკურის ახასიათებს, ანუ მერკური მართავს მას. ასევე მერკური განაგებს ტრანსპორტებს, შესაბამისად ესეც პირად რუკაში ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ყველა პლანეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა პლანეტის განლაგება. ასევე იგი მიუთითებს როგორც ნათესავებზე, მეზობლებზე, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ დაძმებზე და ანუ დაძმური ურთიერთობა ვისთანაც გვაქვს ამ ადამიანებზე. და შესაბამისად მათი განლაგება სხვადასხვა ნიშნებში სხვადასხვანაირად ახასიათებს ადამიანს. მაგალითად, რომელიღაცა ნიშანში, როცა არის ადამიანი, ხვდებით როგორი მეტყველების უნარი აქვს, ან როგორ ესმის გაგებული, სხვა საუბრობს და როგორ ესმის მისი გაგებული, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური პასუხისმგებელია როგორც ანუ ფლირტაობის უნარზე, მოდი ასე ვთქვათ, და გააჩნია რა ნიშანშია. ასევე მერკური კიდევ ვამბობ, რომ განათლებაზე მიუთითებს და ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს როგორც შეიძლება გრძელვადიანი იყოს, ისე მოკლებადიანი ნიშანს გააჩნია. თუმცა განათლებაზე მხოლოდ მერკური არ მიუთითებს. თუმცა ეს ერთ-ერთია. და მოკლედ ეხლა თქვენის ნებართვით გადავალ უშუალოდ კონკრეტულ ნიშნებზე, თუ როგორ ავლენს თავს მერკური. მერკური ვერტში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან სწრაფად საუბრობენ. აქ შეიძლება ორი პოლუსით შევხვდეს, იცით, მაგრამ იშვიათად, მაგრამ მაინც. ადამიანები, რომლებიც ძალიან ჩქარა ლაპარაკობენ და მათი გონება უფრო სწრაფად ფიქრობს, ვიდრე შეუძლიათ ამის გადმოცემა და ხშირად შეიძლება ენაცები მეოდეთ ამის გამო. ასევე ადამიანები, რომლებიც ძალიან ნელა ლაპარაკობენ, საუბრობენ. თუმცა აქ განლაგებას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მერკური ვერტში არიან ძალიან მოფლირტავი ადამიანები, ძალიან უყვართ ფლირტი და შეუძლიათ სხვადასხვა კარგი ფლირტი. მერკური ვერტში არიან, მერკური ვერტში ადამიანებს ზოგადად უყვართ განათლება მოსწონთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი სწრაფად ისწავლონ, შედეგი დადონ. შესაბამისად ამისა, უფრო ტრენინგები, უფრო კურსები, რო გითხრათ ხა ძალიან, რა თქმა უნდა, ის იმას არ ნიშნავს, რომ თუ მერკური ვერტში გყავთ, ესე იგი ყველა ესეთია, ამას არ ნიშნავს, ხო? ადამიანები მერკური ვერტში, სუფთა მერკურ ვერტზე საუბრობთ, ხო? მოკლებადიანი განათლებები მოსწონთ, და შემდეგ აი ამ განათლების რეალიზება მოსწონთ რა. ხო არიან ადამიანები, რომ მაგალითად ძალიან დიდხანს სწავლობენ და ეს მათი ის არის, რა ქვია, мотиваცია, ასე ვთქვათ რა. და შეიძლება საერთოდ ისწავლონ, მაგრამ არც დადონ ამის შედეგში უგულისხმობ, პრაქტიკაში არ ბიზნესად არ აქციონ და ასე შემდეგ. აი მერკური ვერტში პირიქით, რა ისწავლის, ბიზნესად შეიძლება მოუნდეს, რომ გადააქციოს. მერკური ვერტში არის სისწრაფის მოყვარული ადამიანები, ადრენალინი, ძალიან მათი და ძალიან ხიბლად ატრაქციონები მათ შორის. და ასევე მერკური ვერტში აქვს როგორი საუბარი,
მერკური ვერტში ახასიათებთ, მერკური ვერტში ვისაც ყავს, ასეთ ადამიანებს ახასიათებთ აი მკვეთრი ძლიერი საუბარი აქვთ ხოლმე რა და ცოტა სადაც ძალიან იყენებენ ხოლმე ისეთ სიტყვებს, რომელიც კავშირშია სიმამაცესთან და ბრძოლის უნარიანობასთან. საკმაოდ ენერგიულები არიან ხო, შეიძლება რომ სხვადასხვა ეს სხვა ნიშანსაც ახასიათებს, მაგრამ ძალიან უყვართ საუბარი. და აქ მე ვიტყვი იმ ნიშანზეც ერთი ნიშანია, რომელსაც ის საუბარი სიამოვნებს. ამ ანუ მერკური ვერტშიც ძალიან უყვართ საუბარი, მაგრამ მერკური ვერტში ანუ მოსმენაც კარგად შეუძლიათ რა, თუმცაღა გააჩნია ასპექტირება, შეიძლება მერკური ვერტში იყოს და იმდენ სუსტრაფი იყოს, რომ თქვათ და ძირთადად ესეც შეგვხვდებათ, რომ არ უყვარდეს, არ მოსწონდეს მოსმენა, ასე ვთქვათ და თვითონ საუბარი უნდადეს სულ. ანუ იმდენ სუსტრაფია, რომ არ ყოფნიდეს ეს მოთმენის უნარი, ასე ვთქვათ. თუმცა ეს შეუძლიათ, რომ გამოიმუშაონ. მოკლედ ძალიან გადავაცილე ახლა დროს და ეხლა უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე. მადლობა რომ მოვისმინეთ. მერკური კუროში. მერკური კუროში არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ ძალიან კარგი მეტყველების უნარი, აი ესე დალაგებულად, ქარიზმატულად, ანუ სიტყვებს არჩევენ რაღაცა ძალიან ისეთ აი ზუსტად რო ჯდება, ასე ვთქვათ რა და აი სიამოვნებას რო გვრის. ანუ იციან რა უნდა თქვან, მოდი ასე ვთქვათ და ძირთადად მერკური კუროში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო სიტყვების გამონახვა და კომფორტულად აგრძნობინონ ადამიანებს თავი. თუმცა მერკური მერკური კუროში რა თქმა უნდა თუ მაღალ განვითარებულია, ეხა ამას ისიც საკეთებს, მაგრამ თუ მერკური კუროში ანუ რაღაცა თქვენს მიმართ ინტერესი უნდა გქონდეს რა, რომ ეს გააკეთოს. ასე რომ ეხლა ყველას რო დაუჯდნენ და ესე ელაპარაკო ნაკლებად, იმიტომ რომ ანუ თუ მათთვის რაიმე სარგებელი გაქვს, ესე იგი ასე ვთქვათ ბედნიერი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ძალიან კარგად გაგრძნობინებენ თავს, მართლა კარგად შეუძლიათ საჭირო სიტყვების გამონახვა. მერკური კუროში არიან ადამიანები, რომლებსაც განათლების კუთხით ანუ რაღაცა მაგალითად აქვთ ერთი კონკრეტული, აი ამას ვისწავლი და მერე მორჩა. ანუ აი ესე რომ გავაგრძელო და არ იქა ეხლა უნდა დავიპყრო ეს უნივერსიტეტები და რაღაცა ესე ნაკლებად. ანუ კონკრეტული და აი ეგ აქვთ რა, კომფორტის ზონაში რო ხვდებიან რაღაც კონკრეტულ, ანუ რაღაც მიზანი აქვთ, მიაღწევენ, მერე ნებდებიან. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ასპექტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მერკური კუროში არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ტრანსპორტი, რომელიც არის საკმაოდ კომფორტული და ანუ მათთვის კი რა თქმა უნდა სტატუსურობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სტატუსურობასთან ერთად კომფორტი უნდა გქონდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. კარგად უნდა გრძნობდნენ თავს. შემდეგ მერკური კუროში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფლირტი, თუმცა ამას აი ისე რომ ყველასე ფლირტავენ არა, ანუ ეს უნარი აქვთ, იყენებენ მაშინ, როდესაც უბრალოდ მართლა უნდათ რომ ვიღაცაზე შთაბეჭდილება მოახდინონ. მოკლედ ეხლა მე მგონი ვაცილებთ დროს. ხო, დაძმებთან ურთიერთობაში მერკური კუროში არიან ძალიან ყურადღებიანი და თბილები და მზრუნველები. კარგით, ეხლა თქვენი სამართლით სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე. მაშინ მერკური ტყუპებში. მერკური ტყუპებში. ჯერთი მერკური განაგებს ტყუპებს, შესაბამისად ძალიან კომფორტულად გრძნობს და მაქსიმალურად ავლენ საკუთარ თავს ტყუპებში. შესაბამისად ამისა, ეს არიან ადამიანები, მართლა ძალიან ყველაფერი რო აინტერესებთ, ძირთადად ძალიან განათლებული ხალხია ხოლმე და ძალიან ახასიათებთ, აი ყველაფერზე მოკლე ინფორმაცია. ანუ თვითონ შეხედა ყველაფერი იცის, მაგრამ სიღრმისეულად არ იცის. ანუ იცის, მაგრამ ეს ნიჭია სხვათა შორის, რომ შეგეძლოს ყველაფერი იცოდე ზოგადად, მოკლე კურსები გაიარო, მოკლედ იცოდე, მაგრამ მქონდეს ყველაფერზე ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არ არის სიღრმისეული ცოდნა, ანუ აი გაიღრმაოს ცოდნა, რომ არ იქა ხა ეს ამაზე ის უნდა დავწერო, რა ქვია, სადოქტორო ნაშრომია ნაკლებად.
ძალიან ხუმარები არიან, აი მართლა შეუძლიათ, რომ კარგი იუმორისტები დადგნენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი უნარი აქვთ მაგის. შესაბამისად ამისა, მერკური ტყუპებში არიან ადამიანები, რომლებიც არიან საკმაოდ ისეთი ჰაეროვნები, ასე ვთქვათ რა, ანუ მაინც არ იციკლებიან რაღაცეებზე, წყენას დიდხანს არ ინახავენ, თუმცა თუ შეინახავ მტრისას, ან ყოველ შემთხვევაში შეიძლება შეინახოს, მაგრამ არ გამოაჩინოს. აი ეს აქვთ რა, რომ შეიძლება ძალიანაც ყველაფერზე რეაგირებენ, მაგრამ მეორე ადამიანი ვერც მიხვდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად შენიღბო შეუძლიათ აი ამის. ძალიან ცვალებადი ის აქვთ, ანუ ხასიათი აქვთ, იმიტომ რომ შეიძლება მერკური ტყუპებში ეხლა ამ მომენტში ერთი რაღაც თქვა, მეორე მომენტში არა, მე საერთოდ სხვა რამე, ეხლა სხვა რამეს ვფიქრობ და ეხლა კი რა თქმა უნდა ადამიანები ცვალებადი შეიძლება შეგვეცვალოს აზრი, მაგრამ ეს იმდენ სწრაფად ხდება, რომ აი წუთებში ასე ვთქვათ და წამებში. უცებ. მე მერკური ტყუპებში ძალიან უყვართ მარიაჟობა ხოლმე, ამ სიტყვას ასე გამოვიყენებთ, ანუ და ძალიან უნდათ რომ ის კი ყველა მისი მისით აღფრთოვანდეს, თუმცა ამას არ გამოაჩენს, რომ ეს უნდა ასე ვთქვათ, თუმცა ძალიან კარგი მანიპულატორები არიან, მანიპულაცია შეუძლიათ ძალიან კარგი. ისეთი სიტყვების გადათამაშებით შეიძლება გადმოსცენ რაღაცა, რომ მიიღო, რომ ეს არის შენი აზრი, მაგრამ სინამდვილეში არ იყოს ეს შენი აზრი. კარგით, ეხლა თქვენ ისევ სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე, იმიტომ რომ დროს ძალიან გადავაცილე. მაშინ მერკური კირჩხიბში. მერკური კირჩხიბში არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვებითაც კი, როცა საუბრობენ, არიან ძალიან მზრუნველები. მაქსიმალურად არჩევენ სიტყვებს, რომ ანუ ეს სიტყვა თქვენ რაღაცა არ გავნოთ, არ გეწყინოთ და ასე შემდეგ. მერკური კირჩხიბში არიან ადამიანები ძალიან შემოქმედი სხვათა შორის და რაღაცა აქ უფრო სიღრმისეულად აინტერესებთ ხოლმე რაღაცა, მაგალითად კონკრეტულად შეიძლება რაღაცა კითხვა დასვან და მე ეძიებიან ამას და ასე შემდეგ. ტრანსპორტის კუთხით მერკური კირჩხიბს ზოგადად აქვს ხოლმე რა ის რაღაცა კომფორტული და ოჯახზე მორგებული ტრანსპორტები ყავთ ხოლმე, ასპექტირებას რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ძირითადად ესეა ხოლმე რა. ანუ რაღაცა ის კი არა როგორ გამოიყურება, არამედ ის რომ კომფორტული იყოს ყველასთვის. მერკური კირჩხიბში არიან ადამიანები, რომლებიც და-ძმებთან ურთიერთობაში ძალიან თბილები არიან რეალურად და ამ მხრივ შეუძლიათ ამ ემოციების გამოხატვა. და მათ კომფორტზე ზრუნვა, ანუ და-ძმების კომფორტზე ზრუნვა. მერკური კირჩხიბში არიან ადამიანები, ერთის მხრივ ძალიან უბრალოდ, ანუ მარტივი, შეიძლება ძალიან რთული რაღაცა, იმდანად მარტივად აგიხსნათ, რომ აი ყველამ გაიგოს აბსოლუტურად, ეს ძალიან კარგი თვისება აქვთ მაგათ და ასევე თუმცაღა აი ეს კარგი უნარია სხვათა შორის, რომ რაღაცა ის რთული ინფორმაცია მიიღო და ისე გადახარშო და ისე მიეწოდო ადამიანებს, რომ ბევრისთვის გასაგები იყოს. მოკლედ, ეხლა დროს არ მინდა გადავაჭარბო და უნდა გადავიდეს შემდეგ ნიშანზე. სხვა დროს კიდე უფრო სიღრმისეულად, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ გავაგრძელოთ. მერკური ლომში. მერკური ლომის ადამიანები, ანუ მერკური ლომში, ვისაც ყავს პირად რუკაში, არიან ადამიანები, რომლებსაც მაღალფარდოვანი სიტყვები ძალიან მოსწონთ, ანუ საუბრობენ ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებით, ანუ შენიღბულად, ასე ვთქვათ და ჩვეულებრივ რაღაცაც იმდენად რთულად შეიძლება გადმოსცენ, რომ ჯერთი საპირისპირო, ანუ თქვენ წინ მდგომ ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ აი ძალიან განათლებულია. უბრალოდ აი ტერმინების რახარუხი შეიძლება ჰქონდეს, რათა მეორე ადამიანისთვის რთული იყოს ამის გაგება. თბილად საუბრობენ სხვათა შორის მერკური ლომში ადამიანები, ანუ რაღაც ისეთ საყვარელოთი და ასე შემდეგ, ძალიან თბილები არიან ამ შემთხვევაში. ეს მათთვის იმის გარანტია, რომ თქვენ მათ როგორც ვაუ პიროვნებად აღიარებთ, მოდი ასე ვთქვათ. თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ამას ანუ შეიძლება გაუაზრებლად უბრალოდ ესე უნდა და აკეთებს, უბრალოდ უფრო სიღრმისეულად თუ შევეხებით ამას. მერკური ლომში არიან ადამიანები, რომლებიც ძირითადად განათლების კუთხით ირჩევენ ისეთ საქმიანობას, რაც შეიძლება განსხვავებული იყოს, ან რაშიც შეიძლება რომ იბრწყინონ.
და იმ ყველაზე რომ მათზე უნდა ისაუბროს რა. მერკური, რა თქმა უნდა, ლომში ყავთ ტრანსპორტები, რაღაცა მეფური და ასე შემდეგ. ეს მართლა ანუ თითქოს სტერეოტიპიაო ახამეტყვით შეიძლება, მაგრამ მართლა ბევრი რაღაცა ეგრეა. და რატო განსხვავდებიან ახლა ერთი და იგივე ნიშნები? იმიტომ რომ სახლებს, ნიშნებს, ასპექტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორ მუშაობს ახლა ადამიანი, ვითარდება, არ ვითარდება, ამაზეც დიდი რაღაცა, ბევრი რაღაცაა დამოკიდებული. ძალიან ესე იგი მას სტატუსურობას რა კუთხით ისიც აი დიზაინს და ხალხში რომ ესეთი დიზაინერული რაღაცები შეიძლება კონდეთ და აი ამით ხალხი მოხიბლოს, ასე ვთქვათ რა, რომ აი ხალხმა მასზე ისაუბროს, მოდი ასე ვთქვათ. მოკლედ, ძალიან ბევრი თქმა შეიძლება, მაგრამ დროში ახლა ვეღარ ვეტევი და უნდა დაგემშვიდობოთ, სხვა დროს კიდე გავაგრძელებთ. მაშ მერკური ქალწულში. მერკური ქალწულში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, იმიტომ რომ ქალწულს როგორც ტყუპებს მერკური განაგებს, მერკური ორ ნიშანს განაგებს, მეორე არის ქალწული. თუმცა მერკური სხვადასხვანაირად გამოაჩენს ხოლმე თავს ამ ნიშნებში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პლანეტა არის. და მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მოზომილად საუბრობენ, არ უყვართ სიტყვათა რახარუხი, ანუ აი სუფთად საქმეზე რო საუბრობენ რა. ანუ არ უყვართ ძალიან ესე ბევრი ლაპარაკი, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგი და დახვეწილი საუბრის უნარი აქვთ. ტრანსპორტებიც ეგეთი ტრანსპორტს ირჩევენ ხოლმე, რომ აი ძალიან აი თითქოს სტანდარტებში უნდა იჯდეს ეს ტრანსპორტის არჩევაც რა, აი ძალიან შეიძლება რაღაც კუთხით კლასიკურიც კი. შემდეგ მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებსაც განათლების კუთხით რა თქმა უნდა მიდრეკილება აქვთ და ამაზე უკვე ვისაუბროთ, აქ უფრო ქალწული სიღრმისეულად ცდილობს, რომ რაიმე შეისწავლოს. და ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს ისეთ ადგილას, ან მიიღოს განათლება იმ ხრივ, სადაც რაც საშუალებას მისცემს, რომ იყოს უფროსი. და მართოს ადამიანები, იმიტომ რომ მართვის ძალიან დიდი სურვილი აქვთ ხოლმე რა. კარგით, ეხლა თქვენს ნებართვით უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე და სხვა დროს ისევ შევეხებით სავარაუდოდ თუ თქვენი სურვილიც იქნება და უფრო დიდი დროსაც დავუთმობთ, ისევ ამ საკითხს შევეხოთ, ოღონდ რაღაცა მინდა რომ უფრო ასპექტაციასაც შევეხო. კარგით, აბა დაგემშვიდობებით და უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე. მერკური სასწორში. მერკური სასწორში არიან ადამიანები, ძალიან უყვართ ფლირტი. აი ძალიან ბევრს საუბრობენ. მერკური სასწორში არიან, იცით რა, მერკური სასწორში აქვს თავისი შარმი, მოდი ასე ვთქვათ, იმ გაგებით, რომ შეუძლიათ, რომ ძარბილ სიტყვებს არჩევენ, როცა გესაუბრებიან, რა, ისეთი სიტყვები არ აქვთ ხოლმე ხშირად, ანუ აი ძალიან ბასრი ასე ვთქვათ. მერკური სასწორში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ხოლმე სხვათა შორის სამართალი, ანუ ზოგადად ფაკულტეტიც და ისეთ სამართალი ძალიან მოსწონთ ხოლმე რა და განათლება ამ მიმართულებით და ზოგადად დაცვა ანუ სამართლიანები უნდათ რომ იყვნენ. მერკური სასწორში ადამიანები არიან, იცით როგორი საუბარი აქვთ, აი ძალიან იურიდიული, მოდი ასე ვთქვათ რა, აი ძალიან ისე საუბრობენ, აი ძალიან ფორმალურად შეიძლება რომ ისაუბრონ და ძალიან მოზომილად ასე ვთქვათ რა. აი როგორც იურისტები. აი ძალიან კარგი იურისტები არიან ხოლმე მერკური სასწორში, სხვათა შორის შეუძლიათ ეს. ასევე მერკური სასწორში მოსწონთ მერკური სასწორში ადამიანებს მოსწონთ ტრანსპორტი, ასევე შეიძლება ითქვას, რომ კლასიკურ სტილში, მაგრამ დიდი სიჩქარით. რა ძალიანაც გასაკვირი არ უნდა იყოს. ასევე მერკური სასწორში არიან ადამიანები, რომლებიც განათლების კუთხით უღრმავდებიან
უღრმავდებიან, თუმცა ეხლა ძალიან რომ ანუ აი მთელი ცხოვრება უნდა სწავლათ, ხო ვერ ვიტყვით ნაკლებად, ხო? მაგრამ სწავლა უყვართ. აი დროს ამ მასობაში დრო გაგვეპარა და უნდა გავთიშო, იმიტომ რომ სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე. დავუბრუნებით მერე სხვა დროს კიდე ამ საკითხებს. მადლობა. მერკური მორიელში. მერკური მორიელში არიან ადამიანები სიტყვა ბასრები, ასე თქვა. ძალიან ესეთი პირდაპირი საუბარი ახასიათებთ ხოლმე. ჯერთი ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს. თვითმენ და მერე თუ ანუ ამოასხა, ასე ვთქვათ, ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ მართლა ესეა. შეიძლება არც ელოდე რომ რაღაცა, იმიტომ რომ ჩუმად არის და მერე თუ ამოხეთქა, ისეთ სიტყვას გეტყვის, რომ გაგაშეშებს იქვე. ანუ აი ძალიან ენაბასრები არიან და მაქსიმალურად იციან რომ ესე არიან და იკავებენ თავს. შესაბამისად ამისა, თუ კი ძალიან დაიღალა და ნახა რომ იცი რა, ვერ ხვდებით თქვენით, შეიძლება ძალიან ისეთი სიტყვა შეარჩიოს, რომ ჯერში შოქში იყოთ და მეორე კიდე ძალიან გეტკინოთ რა. ამიტომ ცოტა ფრთხილად მერკური მორიელებში. მორიელში რა იყო. მერკური მორიელში არის ადამიანი, რომელსაც მოსწონს, ძალიან მოსწონს ხოლმე, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს რომ ყველას. ერთხოვებას ასპექტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწონთ ხოლმე აი ესეთი იდუმალ ფერებში მანქანები რა, აი მაგალითად როგორც არის შავი, მუქი, ბორდოსფერი, მუქი, მწვანე და ასე შემდეგ, რაღაცა იდუმალი ფერები, მოდი ასე ვთქვათ. და რაღაც განსხვავებული იერი უნდა გქონდეს აი ამ მანქანას. მერკური მორიელში არიან ადამიანები, რომლებსაც სწავლა აინტერესებთ და აინტერესებთ სწავლა რა მიმართულებით. ყველაფერი, რაც დაფარულია და რასაც ზღვა მასალა მოყვება. ანუ აი მარტივს არ ეჭიდებიან ხოლმე, ძალიან რთულ უყვართ ხოლმე რომ რთულს მოეჭიდონ და აი მე შინაგანად ეს აქვთ რომ რაღაცა ეს შეძლონ. და ამით ტრანსფორმირდნენ. და სხვათა შორის მერკური მორიელში სიტყვა, ანუ მერკური მორიელის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ცხოვრება შეცვალოს მისმა სიტყვამ, რა იმდენად ისეთი საკმაოდ ძლიერი სიტყვა ეთქმის, მოდი ასე ვქოთ, ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. მერკური მორიელში არიან ადამიანები, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვთ ხოლმე, ანუ ზოგადად ოჯახის წევრების მიმართ და და-ძმებთან ურთიერთობასთან ძალიან ზრუნველები არიან, მაგრამ და-ძმებმა ეს უნდა დაინახონ, ასე ვთქვათ, თუ არა შეიძლება ისე მიუხედავად იმისა, რომ მათი დედმამიშვილები იყვნენ, შეიძლება უბრალოდ ხაზი გადაუსვას. ანუ აი ეს აქვთ რა, ამიტომ ძალიან მართლა სიფრთხილეა საჭირო მერკური მორიელთან. კარგით, ეხლა დროს ვაჭარბებთ და უნდა დაგემშვიდობოთ. სათქმელი კი ბევრია, მართლა მეც მინდა, მაგრამ უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე თქვენის ნებართვით. მერკური მშვილდოსანში არიან ადამიანები, სასწაულად პოზიტიური ადამიანები არიან. უყვართ ბევრი საუბარი, უყვართ საინტერესოზე საუბარი და ჭიქას მერკური მშვილდოსანში ჭიქას ყოველთვის ნახევრად სავსეს ხედავენ. და შესაბამისად ამისა ძალიან ხშირად. შესაბამისად ამისა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანები არიან. განათლების კუთხით ძალიან დიდი მიდრეკილება აქვთ და აქ უკვე სიღრმისეულ განათლებაზეა საუბარი, უყვართ ხოლმე რომ ყველაფერი სიღრმისეულად შეისწავლონ. ეს როგორც ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და ასე შემდეგ, ამას ეხება ყველაფერს, ანუ შეიძლება გარდა მაგისა კიდე გააგრძელონ და არც გამიკვირდება, რომ მერკური მშვილდოსანში მთელი ცხოვრება სწავლობდეს. აი საკმაოდ ისეთი ხანდაზმულ ასაკამდეც კი უყვართ ძალიან სწავლა. მერკური მშვილდოსანს შეუძლია ენების მიმართ ძალიან დიდი ნიჭი აქვს და შეუძლიათ რომ ენები აითვისონ მარტივად და უყვართ ზოგადად სხვადასხვა ადამიანებთან საუბრები, გამოზდით კიდევაც სხვადასხვა რელიგიის, ეთნიკის წარმომადგენლებთან, ასეთი კულტურის წარმომადგენლებთან საუბარი. მერკური მშვილდოსანში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სხვადასხვა კულტურები მოსწონთ, ძალიან უყვართ ხოლმე, როდესაც
სხვადასხვა ანუ მუშაობის კუთხითაც და სწავლის კუთხითაც თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობენ სხვადასხვა ანუ ისეთ ადგილებში სწავლობენ სადაც სხვადასხვა შერეული ეთნოსის წარმომადგენლები არიან შესაბამისად ამისა განათლების კუთხით ძალიან მოსწონთ ხოლმე ძირითადად რომ ტურიზმით და აი მსგავსი ან მასწავლებლები ძალიან ხშირად კარგი მასწავლებლები არიან მერკური მშვილდოსანში. ძალიან კარგი იურისტები არიან მერკური მშვილდოსანში, იმიტომ რომ ჯერთი კარგი იუმორის განცდაც აქვთ და აი იურისტებივით ხარტიენაც აქვთ. ხო, აი მერკური მშვილდოსანში ტრანსპორტის კუთხით მოსწონთ ისეთი სპორტული მანქანები ძალიან. მოკლედ ეხლა დროს არ მინდა რომ გადავაჭარბო, იმიტომ რომ აშკარად უკვე ნელა ვაჭარბებ დროს. სხვა დროს კიდე შევეხებით ამ საკითხს ეხლა სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე. მერკური თხის რქაში არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ძალიან ისეთი მშრალი საუბარი, ძალიან კარგი манипуляციის უნარით და სამწუხაროდ შეიძლება ამისთვის შიში და ძალადობა გამოიყენონ სამწუხაროდ. ეს სიტყვები ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მაქვს საუბარი. ანუ იმდენად ისე გაგრძნობინონ თავი დამნაშავეთ ან სიტყვაზე რაღაცა ისე გააკეთონ. ოღონდ მიაღწიონ თავისას და სიტყვით ისე შემოგიტრიალონ ყველაფერი, რომ ვერც მიხვდე რა მოხდა მოკლედ. მერკური თხის რქაში არიან ძალიან ანუ საქმეზე საუბრობენ რა რაღაცა ბევრი ლაპარაკი, ბევრი საუბარი არ მოსწონთ და გესაუბრებიან მხოლოდ ძირითადად იმაზე, რაც თვითონ აინტერესებთ. მერკური თხის რქაში არიან ადამიანები, რომლებსაც რა თქმა უნდა სტატუსი აინტერესებთ და ირჩევენ განათლებას და პროფესიასაც იმ კუთხით, რომ რაც მოუტანთ მათ სტატუსს. მერკური თხის რქაში არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ტრანსპორტი ძალიან ისეთი კაცრი შეხედულებებით, ანუ აი რო შეხედავთ რაღაცა შეიძლება არ გამიკვირდება თუ მერკური თხის რქაში ეყოლება ტრანსპორტი რაღაცა ოთხკუთხედი ფორმების და რაღაცა ისეთი აი მანქანას რო შეხედავთ რაღაცა მკაცრიერი რო აქვს რა და რა თქმა უნდა აი სტატუსზე რო უყურებთ და მიგანიშნებს ადამიანის სტატუსზე რომ მაღალი სტატუსი აქვს მერკური თხის რქაში შეუძლიათ ანუ კარგად საუბრობენ საქმეზე რა შეუძლიათ საქმიანი საუბრები დაძმებთან ურთიერთობის მიხედვით კი თხის რქა ზოგადად მერკური თხის რქაში არიან ადამიანები რომლებიც რა თქმა უნდა უყვართავიანთი დაძმები თუმცა პირველ რიგში საკუთარ თავზე ფიქრობენ და რა თქმა უნდა მერეც დაძმებზე თუმცა ანუ თუ იმუშავებენ ამაზე რა თქმა უნდა შეუძლიათ რომ კიდე სხვანაირად გადაახარისხონ ეს ყველაფერი კარგით ახლა უნდა გადავიდეთ სხვანის ნებართით სხვა ნიშანზე მერკური მერწყულში არიან ადამიანები ჯერთი ძალიან განსხვავებულად ლაპარაკობენ და შეიძლება ვიღაცთვის გაუგებრათაც იმიტომ რომ მერკური მერწყულში არიან ადამიანები რომლებსაც ძალიან იშვიათ და განსხვავებულ სიტყვებს იყენებენ ჯერ ეს ერთი მეორე კიდე ძალიან ვიღაცისთვის აბდაუბდად შეიძლება ჟღერდეს მაგრამ უბრალოდ იმდენად ისეთია რა ქვია სულ განსხვავებული ინტერესები აქვთ ამ ადამიანებს და რაც ყველასთვის შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ასე ვთქვათ. შესაბამისად, აქ პრობლემა მერწყულში არ არის. ან პრობლემა არავის არ არის, უბრალოდ ესეთი ადამიანები არიან. მერკური მერწყულში არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ განათლების მიღება როგორც ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში, ასევე ინფორმაციას ეძებენ ხოლმე რაღაცა განსხვავებულ იმდენად განსხვავებულ, რომ შეიძლება აზრათაც არ მოგაფიქრდეს, რომ აი საიდან ეძინა და უცებ მოაფიქრდა, ნეტა რატო ხდება ესე ჩვეულებრივად ადამიანს ეს არ აფიქრდება ხოლმე. შესაბამისად, აი მერკური მერწყულში არიან საკმაოდ განსხვავებული მოსაუბრე და განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები. და მანქანებიც ეგეთი მოსწონთ, ანუ რაღაცა განსხვავებული, გამორჩეული უნდა იყოს მისი მანქანაც. ან თვალში რომ შეხედავ და რომ იტყვი, რომ აი ეს მერწყულის მანქანა არის უდაოდ. ფერები შეიძლება განსხვავებული ქონდეს, მოდელი, ისე რომ აი ბევრი რო არ იყენებს რა და შეიძლება ბევრს რო არც მოსწონდეს. თუმცა აი ამით შეიძლება სხვები მოხიბლონ სხვათა შორის.
მერკური მერწყულში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვათაშორის თავიანთი საუბრით, რომ პირდაპირ მიანიშნონ ის რა მე ვარ განსხვავებული, ასე ვთქვათ. მოკლედ, ეხლა თქვენ ისნებათ თვით დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებიც საკმაოდ ჯერთი ძალიან საუბარი უყვართ, როგორ არ უყვართ, მაგრამ გონიათ ხოლმე, რომ სხვებს არ ესმით მათი მერკური თევზებში. და ძალიან დაფარულად საუბრობენ ხოლმე, ანუ აი რაღაც სიტყვას გეტყვიან და შენ უნდა მიხვდე რა იგულისხმა. აი ესეთ ბოლომდე არ ამთავრებენ წინადადებას. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებიც დაძმებთან ურთიერთობის დროს ოჯახის წევრებთან ძალიან მგრძნობიარები არიან რეალურად. თუმცა ძალიან მანიპულატორები. და ეს გულჩვილობის ქვეშ შეიძლება ბევრი რაღაც გაგაკეთებინონ. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად გამოსდით ხოლმე გახმოვანება მაგალითად და ყველაფერი არტისტული ამ კუთხით. და მსახიობობა ძალიან კარგად გამოსდით. ასევე მერკური თევზებში შეიძლება რომ ძალიან კარგი ხმა გქონდეთ და მომღერლებიც იყვნენ. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებიც რო გესაუბრებიან, ანუ რაღაცა ჯადოსნურობის იმას გიტოვებენ რა, შეგრძნებას, მოდი ასე ვთქვათ. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვათაშორის შეიძლება ну, რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობა შეიძლება, უბრალოდ გარკვეული სირთულეც გქონდეთ საუბრის დროს, თუმცა ეს დაძლევადი იყოს. ასევე ძალიან კარგად ლექსებს კითხულობენ ხოლმე მერკური თევზებში. მერკური თევზებში არიან ადამიანები, რომელთა განათლების კუთხით ძალიან მოსწონთ ხოლმე ეზოთერიკა ხოლმე და ყველაფერი ესეთი რა ძალიან რა ვიცი დაფარული და ძალიან აი მაგალითად სიზმრების შესწავლა რაღაც ესეთი. არ ვიცი, მიმართულება შეიძლება აინტერესებდეთ. დეკორაცია. ისა მერკური თევზებში ძალიან კარგად გამოსდით საუბრით, ან ლამაზი საუბარი. ესეც შეუძლიათ სხვათა შორის და დეკორაცია რატო ვახსენე, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეუძლიათ რომ ყველაფერი შენიღბონ. აი, ოსტატურად ასე ვთქვათ რა. მოგეთ ძალიან ნიჭიერი ხალხია. ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ მანქანებზე დამოვიწყა, მერკური თევზებში არის ყავთ ხოლმე მანქანები, ისეთი, საკმაოდ ერთის მხრივ, თითქოს ძალიან ეკონომიური, მაგრამ მეორეს მხრივ ლამაზი, აი, რასაც ქვია ლამაზი. ანუ სპორტული ისეთი ასეთი კი არა, ლამაზი უნდა იყოს. ესთეთიურად ლამაზად, ანუ რომ შეხედავ და ლამაზად უნდა გეჩვენებოდეს, ასე ვთქვათ. ხო, ეხლა ვისთვის რა სილამაზე, მაგრამ აი მაგალითად სადღაც 80% რომ შეხედავს მანქანას და იტყვის, რომ აი ლამაზია, ლამაზი ფერი აქვს, აი სილამაზის მათთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დროს გადავაჭარბე. მადლობა რომ მომისმინეთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.